პრევენციის სახით რა უნდა მიიღოს ადამიანმა? იმიტომ რომ ვიცით ჯანსაღად ვერ ვიკვებებით, ხო? ანუ ბადებს გულისხმობ? დიახ, ბიოლოგიურად აქტიური დანამატები. იმის გამო, რომ ყოველ დღე გვჭირდება 180 ნუტრიენტი, იქიდან 166 ჩაუნაცვლებადი ნუტრიენტი. ეს არის ყველა მიკროელემენტი, ვიტამინი, ამინომჟავები და ასე შემდეგ. იმის გამო, რომ რეალობა რაც დედამიწის ზურგზე ხდება ეხლა და იმის გამო, რომ ყველაფერი გადადის ხელოვნურზე, კვებაზე, იმაზე და ანუ ბუნებრივი ალაგ-ალაგ გადარჩა მთიან რეგიონებში, მარტო საქართველოში კი არა, მსოფლიოში. ამის გამო საკვე პროდუქტებში ეს ნუტრიენტები ყველა აღარ შედის. და ბიოლოგიურად აქტიური დანამატის საკვებზე, იმიტომ ქვია, რომ საკვებში რაც არის დეფიციტის სახით, ბადების სახით, ანუ აქტიური დანამატების სახით, რომ დაამატოთ. მე პირადად მიმაჩნია, რომ ვიტამინური მინერალური კომპლექსი ეს არის მნიშვნელოვანი, აი დავუშვათ ამ კომპანიას, რომელთან თანამშრომლობს არის სპექტრამაქსი. უნიკალური, მას ანალოგი არ აქვს დედამიწის ზურგზე. შეიძლება ყველა შეზღუდვის გარშე ასაკობრივი შეზღუდვა არ აქვს და ის მოზდილებს ვინც ასე თუ ისე ვიკვებებით, მაგრამ რაღაც დეფიციტი გვაქვს, იქ არის უფრო თქვა კაფსულებადი ვარიანტი, ენკომპასი, რომელიც ცოტა უფრო იაფიღებს. ამავე დროს მე პირადად უკვე რამდენი წელია განუწყვეტლივს ვაქვს სუპრა ომეგა პლუს. ამ კომპანიის რატო? ანუ ომეგა 3-ს. იმიტომ რომ უყურეთ როგორ არის. ომეგა 3 ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა თითქმის ყველა პროდუქტში შედის. მათ შორის ისეთშიც, რომელშიც გონია რომ არ შედის და დავუშვათ საქონლის ხორცში შედის 0.7%. ღორის ხორცში შედის 2%-ზე ცოტა მეტი. ანუ ნიშნავს რომ იმ პროდუქტში რომელშიც ომეგა 6 არ უნდა იყოს, იქაც კი ცოტა არის. და ამის გამო ზუსტად თუ წესით უნდა ვიღებდეთ ომეგა 3 და ომეგა 6 ერთ-ერთზე შეფარდებით, იმის რომ ერთმანეთს შეუერთდეს და ომეგა 9 წარმოქმნას უსაფრთხო, ხო? ასე არ ხდება. როგორც წესი, თუ კარგად ვიკვებებით 1.20-დანაა შეფარდება, ვინც ფასტ-ფუდებში და ესე და არასოთი 1.40-დან 1.70-დანაც მქონია შემთხვევა. ამ შემთხვევაში ორგანიზმში ისეთი კატასტროფა ხდება, რომ რამდენი ომეგა 3 უნდა მისცე, რომ ის დააკომპენსირო და გაანეიტრალო. იმის გამო, რომ მე კი ვიკვებები სწორად, მაგრამ ცოტ-ცოტა ყველა პროდუქტში მაინც შედის ზუსტად იმ ომეგა 3-ს, იმიტომ ვიღებ ყოველ დღე, რომ აი ცოტ-ცოტა დამიკომპენსიროს და გამინეიტრალოს, რომ მე ომეგა 6 ჩემ ორგანიზმში არ მოხდეს. მოდი დავკონკრეტები. ანუ ან სპექტრამაქსი და ომეგა, ან ენკომპას 300 და ომეგა, კი. ბავშვებში სუპრა ომეგა შეგიძლიათ თქვა პატარა ბავშვებში 6 წლამდე, 10 წლამდე ასაკი შეგიძლიათ 2 დღეში, 3 დღეში ერთხელაც მისცეთ ერთი კაფსულა. ანუ ბავშვებზე შეიძლება კი სუპრა ომეგა, იმიტომ რომ ამ სუპრა ომეგაში უნიკალური რამე შედის, არაკრისტალური კოენზიმ Q10. და მარტო ამ კომპანიას არაკრისტალური ხო, რატომ დავკონკრეტდი ახლა? მე მაგალითად შემხვედრია ძალიან ბევრი კომპანიის ომეგა, რომელზეც გავუფრთხილები ვარ, რომ ეს ბავშვებს არ მისცეს. ესე იგი შიგნით ვერცხლისწყალი შედის. ტექნოლოგიურად ძალიან ძვირიღის ვერცხლისწყლისგან განთავისუფლება ომეგა 3-ის და მარტო ამ კომპანიას აქვს ეს ტექნოლოგია და ძვირიღის. ამ ტექნოლოგიაში მე როგორც მახსოვს რაღაც მილიონებია გადახდილი, ხო და რომელი კომპანია გადაიხცება მილიონებს, რომ ვიღაცამ ვერცხლისწყალი არ მიღოს, მით უმეტეს ეს ინფორმაცია არც ერთ პროდუქტს არ აწერია და არც ერთ მომხმარებელს არ იცის, რომ ის ვერცხლისწყალს იღებს. ხო, კიდე ესეთი შეკითხვა იყო, რომ როგორ უნდა მივხვდეთო, რომ გაწმენდილია ვერცხლისწყლის. ვერ მივხვდებით, არც ერთ კომპანიას არის რეგულაციები ყველა ქვეყანას თავისი აქვს და უმეტეს ქვეყნებში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში დაშვებულია, რომ თუ დაუშვათ რაღაც დიდი რაოდენობით არ შეიცავს რაღაც კომპონენტს, იმის დაწერა არ დაწერა და დასაშვებია, ანუ აძლევენ ფირმებს საშუალებას, რომ ყველაფერი არ აწერონ. დაუშვათ იგივე შაქარი, თუ 9 გრამზე ნაკლები შედის, პროდუქტი შეუძლია დააწეროს, რომ უშაქროა. სინამდვილეში კი არის შაქარი, მაგრამ 9 გრამზე ნაკლები შედის. ანუ რეგულაციები ქვეყნები ცდილობენ, რომ კომპანიებს ხელი არ შეუშალონ საქმიანობაში და ამიტომ ეს რეგულაციები იძლევა ესეთ შესაძლებლობებს და ამიტომაც რომ პროდუქცია შეუძლიათ არ დააწერონ, რომ ჩემი პროდუქტი გაწმენდილია ვერცხლის წყლით და ეს მარტო სისხლს გააჩნია და ეს არის.